მოკლედ ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მინდა რომ ამ კომენტარს უპასუხო. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩაწერილი მაქვს ამ თემაზე უკვე ვიდეო, მაინც მინდა რომ კიდე გესაუბროთ. აი ეს ასე აწერია ამ ადამიანს დამიკომენტარა აბდომინოპლასტიკაზე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ოპერაციამდე 70-ით დაწყებული რეაბილიტაციით დასრულებული როგორი კმაყოფილი ხართ და ასე შემდეგ ყველაფერი გთხოვთ და ვისთან გაიკეთეთ რეკომენდაციაც გითხარითო. მე გავიკეთე გუგა კუზანოვთან პირველს ამას ვიტყვი და ეგ კაცი არის საოცრება, ყოველ შემთხვევაში მაშინ მე რო გავიკეთე, არ ვიცი ზოგჯერ არის ხოლმე რომ დროში იცვლებიან ხოლმე, მაგრამ მე რო გავიკეთე უკვე იმდენი ხნის ექიმი იყო, როცა არ მეეჭობა შეცვლილი იყოს. 2011 წელს გავიკეთე ხალხნომ და ეხლა არის 2025 წელი და ბევრი რაღაცა გეფიცებით ყველაფერს რომ აღარ მახსოვს. თუმცა პირველს რასაც გეტყვით ის არის რომ მე გავიკეთე მშობიარობების მერე, ანუ 18 წლისამ გავაჩინე თორნიკე, 21 წლისამ გავაჩინე ანდრია, არა 20 წლისამ გავაჩინე ანდრია, 2009-ში გავაჩინე ანდრია. მერე დავიკელი ეს ჩემი ზედმეტი 21 კილო მომატებული, თორნიკეზე 27 დავიკელი, ანდრიაზე 21 დავიკელი, მუცელი მქონდა საშინლად დასტრიული და სტრიებიანი, დავიკელი ეს წონა და რო დავიკელი 45 კილომდე, ანუ 71-72 კილო ვიყავი და დავიკელი 45, ანუ დასაწყისი წონა იყო 50-52, ესე მერყეობდი რა. ამ წონაზე ვიყავი ჩამოსული, როგორც კი დავიკელი თორნიკეს მერე და დავსტაბილურდი 50-52, ესე დავდიოდი 50-51-52 და ეგრევე დავორსულდი ანდრიაზე და ავედი 71-72 ეს შევედი სამშობიაროში. ხო და მე დავიკელი 50-მდე ხო დავიკელი და პლუს კიდე 45 ვიყავი. და მე მაგის მერე უკვე 45 რო ვიყავი, აღარ ვიწონებოდი, იმიტომ რომ ისე საშინლად გამოვიყურებოდი, ანუ ტრაკი ვაფშე აღარ მქონდა. ანუ ზედანაწილი ტრაკის აღარ იყო, იქვედაღა იყო. პროსტა კატასტროფა ვიყავი რა, აი 45 კილო ხა ფოტო თუ ნახე ჩაგისვავთ, ანუ ჩემი მინიმუმის ფოტოები არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს. და ზუსტად მაგ პერიოდში იყო გუგა კუზანოვთან წავიდა. მე მქონდა რა, ეხლა რატო გავიკეთე აბდომინოპლასტიკა. აი საშინელი სტრიები მქონდა, ეხლაც მაქვს და აი ამის ქვემოთ, აი აქ ესე რომ ვიჯექი ვაფშე არაფერი არ მემჩნეოდა. ეს იყო სტრიებიანი კანი, რომელიც დაჭკნა, იმიტომ რომ ცხიმი აღარ იყო და ორსულობის მერე კიდე ვერ მოასწრო, რომ ფორმაში ჩამდგარიყო და აი ესე თუ ნახე, აი ესე თუ გადმოვიხრებოდი, ესე აი ესე ჩემს ერთ მუჭაში ეტეოდა იმდენი კანი იყო. ესე. ხო და რომ მივედი გუგასთან. გუგამ მითხრა რომ არ გინდაო შვილოთი მომართვათ, არ გინდაო გეხოწები ამის გაკეთება, მოიმატეო 4-5 კილო, ანუ 50 კილომდე და ესე შევისებო და არ გინდაო. გოგოებო, ვისაც არ გააქვთ სერიოზული ფართუქს რო ეძახიან, დიდი წონის დაკლების შემდეგ არ გაიგეთოთ. ეგ სხვა ვარიანტი, როცა ეგ ფართუკი გაქვთ, მე მაგაზე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ აი რომ დაიკლებენ წონას და უნდათ რომ ლამაზად იყონ და ამ ხელად ცარიელი კანის ტარება ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია და შეიძლება ადამიანს ისე უბიძგოს იქითკე რომ ისე ვაკრიფოს წონა, იმიტომ რომ იფიქროს რომ აი მაინც ვერ გამოვიყურებდი ისე როგორც მე მინდაო. ამ მაგაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ არ ხნათ გოგოებო, ძალიან გეხოწებით, გემუტარებით, გევედრებით. თუ აი ესე ჩემსავით რომ გამიგეთა ოპერაცია, მითხრა 300 გრამი იყო სულო, კანი, ზედმეტი კანი იყო 300 გრამიო, მეტი არა. ხო და ანუ თუ ეგეთი ვარიანტი გაქვთ, არ გაიკეთოთ, იმიტომ რომ აი 2011 წელს გავიკეთე და ეხლა არის 2025 წელი. ჯერ პირველი 5-7 წელი საერთოდ მუცელი ჩემი, ანუ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს. გაგეკეთებინა ეპილაცია, ანუ აღარ რომ დაგეწვა კი ვიგრძნობდი, მაგრამ ანუ აი ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ხელის დადებას, გულისხმობს, შეხებას, ეპილაციას თუნდაც, ანუ გრძნობელობა არ მქონდა და დღემდე მე აღმიდგა, სადაც 10 წლის მერე დაიწყო აღდგენა მგრძნობელობამ და ეხლა მაქვს, მაგრამ ეხლაც არ მაქვს, აი როგორც ნებისმიერ სხვა ადგილზე მაგალითად, აი აქ ისეთი მგრძნობელობა დღემდე არ მაქვს. ეხლა რატო? აქ გაკეთდა, ნახე როგორი
ესე გაიჭრა, აი ესეა გაჭრილი და აი ესე რომ მოდკეცილი მაცვია ეტყობა კიდეც, იმიტომ რომ აი აქ არის შრამი, აი შრამი არის აი აქედან აქამდე, აი ნახე, აი რომ მოვიმატე, მე ზემოდან ხო არის ეს ცხიმი და ეტყობა. აი აქედან აქამდე არა ასე დაჟე გაჭრილია, ხო? და ნახე რა მოხდა. ჭიპიც, აქ რადგან ბევრი მქონდა სტრიები და ეს ზედმეტი კანი უნდა მოეშორებიან, ესე ამატყავეს ჭიპამდე, ჩამოიტანეს ეს ზედმეტი კანი, კრიჭი გაუკეთეს და ახალი ის გააკეთეს ხვრელი ჩემი ჭიპისთვის. ეს ყოველთვის გამოიყურება რაღაცნაირად არაბუნებრივად და რაღაცნაირად შავად, ანუ ესეთი არის ხოლმე ჩემი ჭიპი. და აი აქაც კი არ მაქვს ისეთი მგრძნობელობა. ნუ აი აქ საერთოდ არ საუბრობ დღემდე. ხო, ის ზედმეტი სტრიები, რა თქმა უნდა, რაც ქვემოთ იყო, იმას გაყვა, მაგრამ სტრიები მაინც არის, იმიტომ რომ ზემოთაც იყო და სულ მქონდა მთელ მოცელზე სტრიები. რადგან ორსულობის პერიოდში არაფერს არ ვისვამდი, სულელი ვიყავი, პატარა ვიყავი და სულელი ვიყავი, მაგრამ ეხლა სულელი ვარ, იმიტომ რომ მაგალითად სახეზე არაფერს არ ვისვამ ხოლმე ეხლაც. ეხლა დავიწყე უბრალოდ 2-3 დღეა. და ისა ფიქრობდი რომ მეთქი არავის ჩემთან ჩემ გვარში არ აქვს სტრიები და ხა გენეტიკურია და რაღაცა მექნება და ძალიან მიხაროდა. ესე იგი თორნიკე 35 კვირაზე გავაჩინე ხალხო და 30-31 კვირიდან დამეწყო საშინელი ქავილი, არ ვიცოდი რა იყო ეგ საშინელი ქავილი და აი უცებ მთელი მუცელი გამოხდა, აი ვინც იცის ახალი სტრიები როგორია. ოღონდ ეს აქ რო გვაქვს ესეთი ჩვეულებრივი სტრიები კი არა, აი იმენა ორსულობის სტრიები. ანუ აი მოვარდისფრო, მოისფრო, რაღაც საშინელი ფერი და აი დამესერა მთელი მუცელი რა მაგით. 31-32 კვირაზე გამიჩნდა ყველა, ანუ უმეტესი. არა და ამბებია ჩემს არ ქონდა, დედაჩემსაც მე არ ახსოვს, მაგრამ ვიცი რომ საერთოდ არც ერთი სტრია არ ქონდა, ნუ ხელი ეს არ უმშობიერა, მაგრამ წონის თვალებადობა ქონდა და სხეულზე არც ერთი სტრია არ აქვს. ხო და რა ვიცი, ფიქრობდი რომ რაღა მე, მაგრამ აგერ რაღა მე და ევაზე ვისვამდი სულ, ზეითუნიზეც ვისვამდი ხალხო, რამე სპეციალურს კი არა. ერთი სტრია არ გამჩენია ევაზე, თუ კი მე მიდრეკილი ვარ და მაინც უნდა გამჩენო და რატო ევაზე არ გამიჩა? ერთი ცალი სტრია არ დამატები, აი ვაკვირდებოდი სპეციალურად, ყველა სტრია ვიცი რომელიც მაქვს. და ვაკვირდებოდი სპეციალურად, არ გამჩენია. აი ამ ხელა ორი ცალი, მაგრამ მაგას არ ვთვლი. ანუ საერთოდ არ ვთვლი მაგას სტრიაში. ხო, და საერთოდ აბდომინოპლასტიკის მე არ არის სასურველი არ წონაში მომატება, მაგრამ ადამიანები ვართ, შეიძლება მოვიმატოთ ისევ. და მით უმეტეს კიდე არ არის სასურველი ორსულობა. მე არ ვაპირებდი, მკითხა გუგამ აპირებო და არა მე, კი ძალიან გადამჭიმდა მაგითო. წინარე პერიოდი არაფერი არ მახსოვს განსაკუთრებული ჩვეულებრივად ანალიზები გავიკეთე, როგორც ყველა ოპერაციის წინ აკეთებ, გასაუბრება გავიარე ექიმთან, რომელიც ცდილობდა რომ გადაეფიქრებინა და ვერ გადამაფიქრებინა, რა თქმა უნდა. მეტი არაფერი არ მახსოვს. ისეთი მივედი, გავიკეთე, ოპერაცია სადღაც 4 საათნახევრიდან 5 საათამდე გაგრძელდა, ზუსტით რა ვიცი, მაგრამ 5 საათამდე იყო ესე მითხრა ექიმა. ძალიან მინდოდა კიდე იცით რა გაეკეთებინა, აი ეს ძალიან მიყვარს ხალხს ესე რო აქ აი ეს ყური, ესე მიბმული რო იყოს, ნახე. ესე. და ეს მინდოდა რომ გაეკეთებინა. ხო და ფასიც ისეთი გადავიხადე, რომ ესეც გაეკეთებინა, მაგრამ ანუ რო გავიღვიძე, მეთქი ყური რატო არ მткиვა, წარმოგიდგენიათ პირველი რო გავიღვიძე, ეგ ვიკითხე. ყური რატო არ მткиვა, რომ მივხვდი რომ ეს არ იყო გაკეთებული. გოგო ანუ ისე თქვა რომ რაღაცა პრობლემა შეიქმნა ეტყობა ოპერაციის დროს, ანუ მაგაზე რო გოლაპარაკე, ნებისმიერ დროს მოდიოდა უფასოდ გაიკეთებ მაგას, უფასოდ რა გადახდილი მქონა მაგის ფულით. მაგრამ აღარ მივსულ. ხო არ მივიდოდი და არ ვეტყოდი რომ ამის ფული გადახდილი მაგ და გამიკეთე მაგი. ან ამაზე თავიდან ნარკოს ხო არ გავიკეთებდი, ისეთი რამები მიქნა ამ ნარკოზმა. ჯერ იქ რო გამოვდიოდი, ესე იგი ისე მციოდა ხალხო, ისე მციოდა, აი ესე მაკანკალებდა, აი ხელები აი ესე მიხტოდა, ისე მაკანკალებდა. გულისრევა რაღაცა ეგენი არ მქონია, პროსტა მაკანკალებდა, საშინელ მციოდა, 3 საბანი დამაფარეს და მაინც მციოდა. ანუ მე მგონი უფრო შეგრძნება იყო ვიდრე რეალური სიცივე. და ლიფტით რო ავყავდი კიდე ზემოთ, ისეთი აი იცი როგორი ხმა ისმოდა, რომ გეგონება აი თავში გირტყავენ რაღაცა საშინელ უროს და აი ეს საშინელი ხმა რო არ გადის, აი მაგალითად მოტოციკლი რო გაივლის საშინელ ხმაზე, ხო ისი? აი ეგ საშინელი ხმა, აი რო ყური რო ვერ უძლებს, აი ეგეთ თითქოს ეგეთი ხმა ჩამისმოდა, ლიფტის ხმა იყო.
ხო და მე შემდგომი პერიოდი იყო კატასტროფა ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ესე ვერ დადიხარ გაშლილი, ასე უნდა იარო მოხრილმა. თქვენ ნახევარი ეგრე დავდიოდი მოხრილი. და ანუ ძალიან ბევრი რამეში მიქნიდა, ხო, მე ჩემთვის ძალიან დიდი ის იყო, რომ მე ჭრილობის დანახვაზე, აი ამ ხელო ოპერაცია გავიკეთე სადაც იყო და ჭრილობის დანახვაზე გული მიმდის და ამის დამუშავება ჩემთვის იყო ყოველ დღე. წყალი მედგა თავს ვისულიერებდი ეგრე. ხო, რა ვიცი, აი ესეთი განსაკუთრებული არაფერი რა. აი ეგენი და მე ვიტყოდი, რომ არ გავიკეთებდი ახლა ამ ცოდნით და ამ გამოცდილებით, რაც ახლა მაქვს, აბდომინოპლასტია, აი მაგალითად ცხვირს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა სხვაობა ქონდა ჩემს ცხვირს და ანუ მოცულობაში თითქმის არც ანუ ამხელა იყო დაპატარავებული არ არის 3 მმ-ით არის, მაგრამ მოცულობაში, ანუ სიგრძეში არ არის ვაფშე დაპატარავებული, მოცულობაში რა. ცოტა უფრო პუტკუნა იყო და ცოტა დათხელებულია და რაღაცა, ხო? და ამას 100.000-ჯერ გავიკეთებდი, არც მქონდა დისკომფორტი, მაგრამ ანუ არაფერი ცუდი არ მახსოვს რა, რინოპლასტიკაზე ვაფშე და რა ვიცი 10.000-ჯერ გავიკეთებდი კიდე, მაგრამ აბდომინოპლასტიკას არ გავიკეთებდი არასოდეს, იმიტომ რომ ოღონდ მაშინიც როგორი კომპლექსი მქონდა. ესე იგი, რაც ბავშვები გავაჩინე, არ მქონდა ჩაცმული ცალ-ცალკე საცურაო კოსტუმი, კუპარნიკი. იმიტომ რომ ესე იგი წირო წავიხრებოდი და რომ ხედავდი, აი გეგონება 100 წლის კანიაო, ძალიან დანაოჭები და ესე ჩამოკიდებული პატარა ისე, აი ამაში ჩაიტოვა ტომარასავით. სულ 300 გრამი იყო და ცარიელი კანი იყო, გამითხარ, ცხიმი ვაფშე არ იყო. რო იჭრიან ხოლმე, იქ ცხიმიც არის ხოლმე, ეს კანიც არის ხოლმე და რა ვიცი. ხო. და ანუ მაგ 300 გრამისთვის არ ღირს გაგე. ანუ თუ კი ვინმე ხართ ჩემნაირი, გაიგონეთ ჩემი ხმა რომ არ ღირს და ჯობია თქვენ თავი მიიღოთ, შეიყვაროთ და ცოტა მაღალი ისინი ჩამეცვა. აი აქ უკვე აქ არ მქონდა. აი აქ იყო, აი აქ მქონდა. მაგრამ მე მინდოდა ის ყველაფერი ჩამეცვა და მე თვითონ აი არასდროს არ ქონია მაგალითად ჩემ ქმარს ის მომენტი რომ ფაიმე ხა შენ ეს კანი გაქვს და რაღაცა მე მქონდა რომ აი არ შემეძლო გამეხატა არ შემეძლო ვინმეს დაენახა არც სახლში არც გარეთ არც პლაჟზე არც ანუ მაშინ საერთოდ ისეთი გარეკილი ვიყავი რომ მე რომ ეთქვათ ჩემთვის რომ რამდენიმე წლის მე 70 კილო და 72 თანთალებოდა მთელი ქვეყნის წინაშე ვლოგებს გადაიყერო არასოდეს დავიჯერებდი იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი ვიყავ, ანუ ჩემ თავზე ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ მიმეყო ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ და ეს საშინელი ის აღარ მქონოდა ის კომპლექსები რა. ხო და ის რავი, ეხლა არ გავიკეთებდი ამ გამოცდილებით, ეხლა ამ ხელა ნარკოზი, ხო, და მაგ ნარკოზმა ის რაღაცა მომიტანა, რომ მაგ პერიოდები, აი ხალხი რომ მეუბნება, რომ გახსოვს ნინი აქ რომ წავედით, გახსოვს ნინი ეს რომ გავაკეთე, გახსოვს ნინი ეს რომ გაჩუქე, ან შენ რომ ეს მაჩუქე. ანუ არის რაღაცა ფრაგმენტები ხალხო, იქამდე მაგ ოპერაციამდე რაც იყო. აი გეგონება ჩემ თავს ეგ არ ყოფილა. ანუ იმედენად არ მახსოვს, რომ გეგონება არ ყოფილა. ანუ სხვა ადამიანმა რომ გამახსენოს ამ ფოტოზე რომ ნახო რაღაცა მომენტი, გეგონება ეგ არ ყოფილა. პროსტ არ მგიგინიათ. და ძალიან დიდხანს კიდე დამჭირდა, ანუ აღმეთქინა, ეხლა მე მგონი აღმიდგა თითქმის მეხსიერება რა მჭირდა, იცით? ანუ კატასტროფულად მე, რომელსაც ძალიან კაი მეხსიერება ქონდა, მე რომელსაც ადამიანს ერთი დანახვით ვიმახსოვრებდი, არასდროს მავიწყებოდა არც სახელები, გვარები, ადგილები, ანუ ეგეთი რაღაცები. ანუ ყველაფერზე შემექმნა მეხსიერების პრობლემა. ანუ სახეზე არა, მხედველობის მეხსიერებაზე არა, აი ცარიელი მეხსიერებასაც შეეხება, ანუ აი ერთი 10-ჯერ უფრო ძნელად ვიმახსოვრებდი რაღაცებს 10-ჯერ უფრო. და არ გარისკოთ ხოლმე ესეთი პატარა რაღაცების გამო რა, აი ძალიან გთხოვთ, ეხლა მე რომ შემეძლოს იმ ჩემ თავს უთხრა და შემოუკრავდი. მე პროსტა იცი როგორი ადამიანი ვარ. ვერაფერს რო ვერ გაგებინებს თვითონ თუ არ უნდა. ესე იგი ყველა მეუბნებოდა არ გინდა. ვის ანუ მე თუ რაღაცა გადავწყვიტე, მე არავის არ ანუ არავინ არ დააბრალოს ვინმე ჩემიანს. ანუ მე არავის არ მოусმენ. რაღაცაც მე მეხება თუ გადავწყვიტე, ვაფშე. ერთადერთი აი რომ გამიკეთეს ნარკოზი და უკვე აი ვგრძნობდი როგორ მოდიოდა აი ეს სიკვდილივით, ჩემს ხელში როგორ შემოდიოდა ეს ცივი სიკვდილივით. აი ესე ვგრძნობ ხოლმე ნარკოზს ყოველთვის, ცივი სიკვდილი როგორ შემოდის ჩემს ორგანიზმში და
ანუ მაგ დროს გავიფიქრე, რომ ეხა რომ მოკვდე, ეხა რომ ვეღარ გაიღვიძო შეშვილებს, რა უნდა უთხრა, ეგ იყო ბოლო ფიქრი, მაგრამ გაჩერდით მეთქი მაინც არ მიქვამს. ანუ იმდენად არ მიყვარდა ჩემი თავი და იმდენად არ მქონდა ჩემი თავის მიღება, რომ გაჩერდით მეთქი არ მიქვამს. ანუ არ უნდა გამეკეთებინა, არ უნდა მოუკვდარიყავ. წარმოიდგინე, ანუ მაგაზე გან არ მიფიქრია. ძად ვიყავი. ხო, და აი ეგეთი ბეზბაშინაია ვარ, ну გიჟი ვარ, არანორმალური ვარ, თუმცა ეგეთი ვარ და მიყვარს ეგეთი ვარ, ჩემი ეგეთი თავი ძალიან მიყვარს. მაგრამ, რავი, აი რაღაცები რაც არ ღირს. აი რაღაცები რაც ღირს, ახლა მაგალითად მე რომ დამეკლო, რო არიან ხოლმე გოგოები 140 კილო იყო და ეხლა არის 50 კილო, ხო? ანუ ერთი იმაზე მეტი რო დაიკელი ვინც რაც ეხლა ხარ, ანუ ერთი ადამიანის წონა ანუ 50 კილო, ანუ 30 თუნდაც და ანუ აი რო გაიხდიან ხოლმე შარვას და აი მუცელი რომ მუხლებამდე არის, კანიც არის ერი, ხო? ანუ მანდ არაფერს არ ვიტყვი ეხლა. ეგ რა ვიცი, ძალიან ძნელია ვარ გაიკეთო, ძალიან. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ჩემნაირი ვარიანტი, თუ ეგეთი ვარიანტი გაქვს, არ გირჩევ. მართლა. არ ვინანე, მოდი ასე ვიტყვი, არ ვინანე, მაგრამ ეხლა რომ იქ ვიყო, სადაც მაშინ ვიყავი, ეხლა არ გავიკეთებდი. ხო, ყინეული რამდენად არის აი ჩემი ოპერაციები და რაც მაგ გაკეთებული, აი ცხვირი მაგალითად და ეგ, ხო? ეს ტკივილის პერიოდი, რომელიც იყო, ეხა რომ მაშინ რომ ბლოგერი ყოფილიყავი, აუ, რა სიამოვნებით გადავიდი, აქეთ იგი ისინი რომ მეკიდა რაღაცა ესეთ პატა კონტეინერები და სისხლი და ის აბდომინოპლასტიკის. მე აქეთ იქიდან გიკეთია დრენაჟები, აი ესე, აი აქ ორი არის ამოსული, პატარა ესეთი ის და შიგარი ჩასული სისხლი და ლიმფა, აი რაღაცა შინელი ფერია. მაგას ვერ უყურე და გიკეთე კათეტერი და ჩადის ფშფშფში. ანუ როგორც კათეტერი მე მგონი იმაზეც უკეთიათ საკეისროს ნესაკეისრო არ გამიკეთებია. ხო, და ნუ აქ შრამი გაცები დიდია ვიდრე საკეისროს დროს. და მე ამბობენ კიდე მაგას ვაშორებენო. მაგას არასდროს არ მოვიშორებ, ახლა მაგ შრამს ეს შრამი მოვაშორებინე კიდე. იყოს სამახსოვროდ. ხო, და ის ანუ ტკივილი იყო სერიოზული. თავიდან ხო ჯერ გიკეთებენ, ანუ გამაყურჩებლებს, მერე ანტიბიოტიკებს, ანუ და ამის მერე, ცხვირის მერე სიცხე მე არ მქონია, მე ვარ ადამიანი, ვისაც სიცხეს არ აძლევს ადვილად, ამის მერე სიცხეები მქონდა 2 დღე ნახევარი, ანუ 2 დღე და 1 დილა რა, მქონდა სიცხეები თავიდან 38, ჩემთვის აი როგორც ვიღაცისთვის 40, იმიტომ რომ 38-ზე მე მკვდარი ვარ. მერე 37 ნახევარი და მერე მე 3 დილას უკვე 37 და მერე აღარ მქონია 10 დღე ვიკეთებდი იმას რა ქვია, ჯერ იქ მიკეთებდნენ, სანამ იქ ვიყავი და წამოდი ვსვავდი ანტიბიოტიკებს. და ტკივილი არის, მაგრამ ანუ მე ტკივილისადმი ვარ, აი რაღაცა მინდა, ჩემთვის ტკივილი არაფერი არ არის. ანუ აი როგორ გითხრათ, ჩემი ოპერაციები და მე ტკივილი არ მახსოვს. თუნდაც ის ესე რომ დავდიოდი, ანუ ის უფრო მახსოვს ესე რომ დავდიოდი და რომ დამცინოდნენ, ვიდრე ის რომ ტკიოდა. არ ვიცი. ჩემში მაინც კმაყოფილი ვარ, მე მგონი. ეხლა ისეთი სიამოვნებით ვიხსენებ. რაღაცნაირად მიყვარს მე პლასტიკური ქირურგია. აი თუ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მიყვარს, ანუ არ მახსენდება ცუდად. შეიძლება იმიტომ რომ არ მაქვს ღმერთთან დამიფაროს ცუდი გამოცდილება. ახლა TikTok-ში ვნახე, გოგოს ცხვირი არ ქონდა. ანუ გაიგეთა ცხვირის ოპერაცია და ცხვირი, ანუ საერთოდ აღარ ქონდა ცხვირი. მე ეგეთი გამოცდილება არ მაქვს. და რომ მქონდეს, ეგ შეიძლება კი არა ყველაფერი სხვანაირად გამიხსენებდი, მაგრამ შედეგი მე ყოველთვის კაი მქონდა, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე მთავარი რაღაცა რჩება. მე ვიცი ხალხი, ვინც მაგალითად ცხვირის ოპერაცია გაიგეთა, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა და ჩქარა უნდოდა. მე ცხვირის ოპერაციისთვის მაშინ გადავიხადე $1400 და $1400 მაშინ იყო ძალიან ბევრი ჩემთვის, ისედაც ბევრი იყო, როდის გავიკეთე. ანდრია, ესე 2 საათში გავიკეთე ცხვირი. ხო. 10-ში. თუ 9, არა 10-ში. ანდრია 6 თვის გახდა, იქამდე არ შეიძლებოდა. 6 თვის გახდა თუ არა გავიკეთე და
ორსულობიდან ორსულად რო ვიყავი, იქენ ვაგროვდი ცხვირისთვის, იმიტომ რომ გადავწყვიტე. ანუ ცხვირზე ესეთი რაღაცა მქონდა, რომ ძალიან ბევრჯერ გადავწყვიტე, ძალიან ბევრჯერ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ყველა მეუბნებოდა, რომ რა თქინდა, შენ არ გასაკეთებელი, შენ არ გაკეხიანი ცხვირი, აი ნახე იმას რამ ხელა აქვს და ის არ იკეთებს, შენ არავინ არ გეუბნება, ანუ შენ არავის არ დაუწუნი ხარ მაგის გამო და გათხოვილი ხარ უკვე, ხა შენ რა თქინდა ცხვირი, ანუ ვითომ ცხვირი, იმიტომ გინდა რომ გათხოვდე. ანუ არავის არასდროს დაუწუნი ხარ და აი მშვენიერი ცხვირი და იქნება გაგიფუჭონ და იქნება ამაზე უარესი იქონდეს და რატო უნდა გაიგდე რისკის ქვეშ რატო უნდა დაყენდე და რაღაც და ანუ მინდოდა გადავიფიქრებდი და ბოლოს რო გადავწყვიტე მე გავიგერმანიაზე ვიყავი ორსულად და აი უკვე მთელი ორსულობის პერიოდი და მერეც ისევ თუ ვაგროვებდი იმ $1,400 ვერ წარმოვიგენთ როგორ რთულად შევაგროვე ეგ პული მე არ მქონდა არც გიდა ხო ამბობენ იმიტომ გავიკეთე რომ გიდე მქონდა გამრუდებული კი შეიძლება გიდეც მქონდა გამრუდებული მაგრამ შეიძლება მაგალითად მარტო გიდე გაესწორებინა მაგრამ აი ესე ამართლებენ ხოლმე და მე არ ვამართლებ მე არ მქონდა გიდე გასაკეთებელი ნიჟარებს ამოგაჭრიო მითხრა და ეგ ნიჟარები არ ვიცი რა იყო რისი იყო და კაი მეთქი ეგეც გააკეთა და პლასტიკა $1,400 იყო და აი მაღაზია იმეა ცეკვასიმღერით წამოვედი ძალიან კმაყოფილი ვიყავი ძალიან ერთი სული მქონდა აბსოლუტურად მე ვარ ხოლმე მაგდროს ანუ ცხოვრებაში თუ საშინელი პაციენტი ვარ მაგალითად მაგ დაასწავლები წამალი დავსო პლასტიკის მე ექიმი რომ მეტყვის მითხრა რომ თუ შენ ამას არ მოული ეს არის ჩათვალე პლასტელინი და შენ ახლა ერთი კვირის განმავლობაში თუ თავს გვერდზე დადებ და ეს ცხვირი აი ესე წამოვა ისოდე ეგ ჩემ ბრალი ეგ იქნება შენი ბრალი და ასე ვიწე ყველა რეკომენდაციას 10-დანაცე ვასრულებდი აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას ხო და აუ კაი იყო კი და ვიცი, აი 1000 ჯერ გავიკეთებდი კიდე. მიუხედავად ყველაფერს. ამიტომ ბევრჯერ გადავიფიქრე, მაგრამ რომ მოვიფიქრე, მე ვსო და იმას ვამბობდი, რომ ვაგროვებდი ამ ფულს იმისთვის, რომ ვიცოდი ვისთან მინდოდა. ანუ იმ დროისთვის ყველაზე კაი ქირურგები ისევ ერთი კუზანოვები იყვნენ, მეორე პატაჯანაში იყო და რატო გადავწყვიტე პატაჯანაშია. ძალიან ბევრი ცხვირი მქონდა ნანახი კუზანოვებთან გაკეთებული, თვითონ ივასიც, გუგასიც, მისი ძმისაც, მაგრამ ახლა რა შესაქმე? კუზანოვები აკეთებენ ულამაზეს ცხვირებს. აი, ბევრად ლამაზებს, ვიდრე მაგალითად ჩემია. მაგრამ კუზანოვების გაკეთებული ცხვირის ფოტოებს რო ნახავ იდეალურია, მაგრამ რო ნახავ სახეს, ეს ცხვირი ყველა ერთნაირია და სახეს ზოგი ასე უხდება, ზოგი. ეხლა არ ვიცი, მე ვამბობ მაშინ მე რო ვიკეთებდი. ანუ შეიძლება ცხვირი იყოს ძალიან ლამაზი და შენ სახეში არ ჩაჯდეს და მე მინდოდა ექიმი, რომელიც აკეთებს ჩემს სახეზე მორგებულ ამას ცხვირს, ისეც რომელსაც აი ჩემი სახე მოითხოვს. და რაც მე ვნახე მაშინ ესა პლასტიკები ყველაზე აი ესეც აკეთებ და ჯანაშია. ანუ მე ვიცი გოგოები, რომელსაც ფული არ ეყოთ და ვიღაცასთან გაიკეთეს, ვისთანაც ეყოთ და მე კიდე სამჯერ გაიკეთეს, იმიტომ რომ ანუ არაფრის დიდებით პლასტიკა ან არ გაიკეთოთ, ეგეც არა ადაცვა ზექირურგებსაც მოსდით შეცდომები ადამიანები არიან ეგენი. მაგრამ არ გაიკეთოთ პლასტიკა ხალხო თუ აი ვინმესთან თუ ფული არ ყოფნიათ დაელოდეთ 3 წელი 5 წელი ის ფული შეაგროთ და მე გაიკეთეთ. ანუ ვიც მოგხვდება და ვინ შეგხვდებათ იმასთან არ გაიკეთოთ. თუ არ გინდათ, ანუ მაინც არ არის დაზღვეული არაფრისგან. ეხლა TikTok-ზე ვნახე გოგოს ცხვირის ოპერაცია გაუკეთებია კომაშია. არც ვიცი რამ გამოიწვია, ვერ ხვდები საერთოდ. ახალგაზრდა გოგოს. ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და ამიტომ საფრთხილოა, მაგრამ ანუ რისკები იზრდება, როცა მიდიხარ არა ძლიერ სპეციალისტთან, ამიტომ 1000 ჯერ გაზომეთ, 1000 ცხვირი ნახეთ, ვიჯექი იქ ფორუმები და ისინი იყო, ყველას წერდი ვინც გაიკეთა, მაჩვენებდნენ ამ ცხვირებს, ამ დროის მერე, იმ დროის მერე მთელი კვლევები მაქვს ჩატარებული ამაზე. და ნუ აბდომინოპლასტიკა კი ახლა საუკეთესო კლინიკა კუზანოვი იყო და მათ გავიკეთე იმ პერიოდში. და ცხვირიც ანუ ეგენი შესანიშნავი კიდე კალანტარობს აქებდნენ იმ დროს, მაგრამ კალანტაროსაც ისეთ ცხვირები ქონდა, რომ აი მე არ მომიხდებოდა ეგ სტილი რა. ყველა ცხვირები მაგ ნანახი როგორ საკეთებდნენ. და კიდე ის არ მიყვარდა, აი აქ რო აჭრიან აი ამას. მე ეს ჩემია. ანუ მე ეს არ მაქვს ნესტოები დაჭრილი არა მაქვს მე. აი რა მხელა.
ჩემია. აი ნესტოებს რო აჭრიან და ეს ძალიან ხელოვნური რა ეგეთი არ მინდოდა. ეგეთი არ მინდოდა და ეს ჩემი ქირურგი არ აჭრიდა. თაშა ვისაც ბევრად იცხვი ქონდა ვიდრე მე, იმათაც არავის არ აჭრიდა. და ამის ფონზე, ამის ხარჯზე ძალიან ბუნებრივი ცხვირები გამოდიოდა სხვათა შორის. ანუ უბრალოდ ასწორებდა იმას, რაც იყო, ალამაზებდა ცოტათი. და აი, ეს ცხვირები იყო. ნუ მე რაც მაქვს ნანახი. ეხლა ამ ბოლოს ერთი ქალის ვნახე კიდე არ მომეწონა იქ, მაგრამ იმან თქვა რომ მე თვითონ გავაფუჭეო. არ მოუარა. პროექტია წასული. ხო და მოკლედ ასე მიყვა, ახლა კაი დილა იყო, ძალიან სასიამოვნო თემებზე ვისაუბრეთ კოცნით და დროებით. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.